მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებზე ჩვენი გადაცემის სტუმრებია სტუდიაში პოეტი რატი ამაღლობელი და პარნასის დირექტორი ბატონი გია დარსალია. საღამოშიდობის საფატონებო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მოგძანდით და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მაშასე ერთი კვირაა მე როგორც უკვე ვახსენე ჩვენი ქალაქი დაცარიელდა ქუჩის ბუკინისტებისგან. ქუჩებში არ ხვდებით წიგნებს, ვაწყდებოდით მათ საკმაოდ ხშირად, ვყიდულობდით ისეთ წიგნებსაც, რომელიც მაგალითად დაგეგმელიც კი არ ქონდა, ისე სპონტანურად. გაჩნდა საკმაოდ სევდიანი ბლოგები, მაგალითად ერთ-ერთის გამორჩევა ნამდვილად უნდა აღინიშნოს, მალხაზღარბედიას ეკუთვნის ესეთი სტატია, ისინი იდგნენ და ეძღვნება ქუჩის ბუკინისტებს, ერთგვარი გულდაწყვეტა გამოიხატა ამ წერილში. მე მინდა თქვენი მოსაზრებები გავიგო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საზოგადოების ერთგვარი რეაქცია გამოიწვია. ამან ეს არის ქალაქის პოლიტიკა გათავისუფლდეს ქუჩის გარემოვაჭრეებისაგან ქალაქი, მაგრამ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს აი ეს მხარე გარემოვაჭრეებად. რატი დავიწყოთ თქვენგან? დავიწყოთ. განსაკუთრებელია არგუმენტები შეიძლება ბევრი იყოს იმის, ასე ვთქვათ, საპირწონეთ, რომ არის რაღაცა ადგილი, რომელიც მშვენიერია, კარგია, უფრო კარგად, ასე ვთქვათ, დაგეგმილად, მშვენივრად მოეწყონ ქუჩის ბუკინისტები რომელიღაც ადგილზე, მაგრამ ეს არის ჩემთვის წიგნის ლოკალიზაცია ერთ ადგილზე. ანუ წიგნის რაღაცა გეტოს პრინციპით ერთ ადგილზე ლოკალიზირება. წიგნის გეტო. მე ვფიქრობ, რომ წიგნი თავისთავად ჩვენ ცხოვრებაში წიგნები ძალიან სპონტანურად შემოდიან, რომ გადავავლოთ თვალი იმ წიგნებს, რომლებიც წაგვიკითხავს, როგორ მოსულან ჩვენთან ეს წიგნები, როგორ მოვიდნენ ჩვენთან ეს წიგნები. და მათი მოსვლა სულაც არ არის, ასე ვთქვათ, საათზე დახედვა, დაგეგმილად სადღაც მისვლა და მისი შეძენა. ხო, ისინი შეიძლება ვიღაცებმა გვირჩიონ. ისინი შეიძლება სადღაც დავინახოთ. ისინი შეიძლება ამოვიკითხოთ სადღაც, მათზე რაღაც ამბავს ყური მოვკრათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ადამიანები, რომლებიც კითხულობდნენ ყველაფრის მიუხედავად, ყველა დროის მიუხედავად, ყველა ეპოქის მიუხედავად, ყველა კატაკლიზმების მიუხედავად, ყველაზე დიდ სამსახურს სწორედ წიგნის ბუკინისტები, ქუჩის ბუკინისტები უწევდნენ. როდესაც არ იყო შუქი, როდესაც არ იყო დენი, ეს ხალხი იდგა და ჩვენ მათგან ვიღებდით რეალურად ყველანაირი პათეტიკის გარეშე საკვებს, ინტელექტუალურ საკვებს. აი გუშინ დავწერე მეც ამ დღეებში იქნება ალბათ სწორედ იმ წიგნების ჩამონათვალი, რომელიც შევიძინე მე ქუჩის ბუკინისტებისგან. და ამ წიგნების გარეშე წარმოუდგენელია, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის აღქმაც კი. და მე ვფიქრობ, რომ წიგნებს აქვთ უფლება ვიყურებდნენ ნებისმიერი ადგილიდან. მათ დაიმსახურეს, რეალურად დაიმსახურა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე წიგნმა, რომ ის არ იყოს, ასე ვთქვათ, ერთ ადგილზე ლოკალიზებული. მას ჰქონდეს საშუალება ნებისმიერი სივრციდან გვიმზერდნენ ჩვენ. კი ბატონო, მაგრამ ამას ხო არ წერია შენება. რატი, ანუ ეს ხო არ არის სრულად აიკრძალოს ქუჩაში წიგნით ვაჭრობა, ანუ გარკვეულწილად ერთ ადგილას იქნება. ანუ რა დისკომფორტი შეიძლება მოყვეს ამას, როგორც ჩვენთვის წიგნის მკითხველისთვის, წიგნის მოყვარულისთვის და ასე შემდეგ. ხო, აი მე ამით დავიწყე, რომ ძალიან ბევრჯერ გადავაწყდი წიგნს, რომელიც არ ვიცოდი რომ გადავაწყდებოდი. ანუ არ მივდიოდი მაღაზიაში, მივდიოდი სადღაც ვიღაცასთან შეხვედრაზე, მივდიოდი სამსახურში და ქუჩაში გავჩერებულ ვარ. და მინახავს, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი წიგნები. ძალიან მნიშვნელოვანი წიგნები, რომელიც არაერთ ადამიანს უნახავს, უყიდია, შეუძენია წაუკითხოს. ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი არგუმენტები არის რასაკვირველია რომანტიკული. მაგრამ ქალაქი არ არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, დაგეგმილი პრაგმატული სივრცე, ხომ? რატომ შეიძლება გვიზიდავდეს ლონდონი, რატომ შეიძლება გვიზიდავდეს პარიზი, რატომ შეიძლება გვიზიდავდეს რომი? ეს ამ ქალაქს აქვს ისეთი ტიპის, ამ ქალაქებს აქვს ისეთი ტიპის უხილავი ენერგია და აურა, რომელიც არ არის პრაგმატულად დათვლადი. ეს არის რაღაცა ლუფტები, რაღაც სივრცეები, რაღაცა ტიპის თავისუფლებები, რომლებიც ჩვენ გვიზიდავს მუდმივად. რატომ ჩადენ ამ ქალაქებში ამდენი ტურისტები, ხო? რომ იქ შეიძლება ძალიან კოლორიტულმა ფრანგმა მხატვარმა ქუჩაში დახატოს, იყიდოს ძალიან კოლორიტული და მნიშვნელოვანი წიგნი სენას ნაპირზე, ხო? იქ შეიძლება შევიდეს მაღაზიაში, შექსპირის მაღაზიაში, რომელშიც ასეთი წიგნებია გარეთ გამოფენილი სხვათა შორის. იქ შეიძლება ნახონ წვილები, რომლებიც ერთმანეთს ელოდებიან პაიმანზე, რომელიღაც აგვიანებს და იმან ამ დროს რაღაცა წიგნი მოიძიოს, ხო? ეს არის ქალაქი, ეს არის ცხოვრება, ეს არის რიტმი, რომელიც შეუძლებელია განსაზღვრო.
და ვფიქრობ, რომ წიგნი არის ის პროდუქტი, თუ შეიძლება მას პროდუქტი უწოდოს, რომელიც იმსახურებს ამ თავისუფლებას. და როდესაც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასე უჭირს წიგნს. როდესაც მუდმივად ვლაპარაკობთ, ასე ვთქვათ, იმაზე თუ როგორ უჭირს წიგნს, როგორ უნდა განვახორციელოთ რაღაცა ტიპის პოლიტიკა, რომელიც წიგნს დაეხმარება წიგნიერებას და ასე შემდეგ. ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად, ცოტა მოგვიანებით, მანამდე ბატონ გიას მოსაზრება გავგოთ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ წიგნის კითხვის მოყვარული იქნება ბატონ გია, უშუალოდ წიგნთან და ამ სფეროსთან არა მარტო ესეთი შეხება აქვს ის პარნასის დირექტორი, მისი აზრი მაინტერესებს, როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებას ქალაქის მერის? რატომ საკმაოდ პოეტურად დაგვიხატა, როგორც თვითონ აღნიშნა, რომანტიკული არგუმენტები აქვს. არგუმენტები ქონდა, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ დიდწილად ვეთანხმები, თუმცა არის ბევრი მომენტი, რომელიც მაგრამ მომენტები არსებობს ძალიან. მოვისმინოთ, მაგრამ. ანუ გააჩნია რასფია ბუკინისტები, ხო? ანუ დღესდღეობით კი არა და ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ რაც იყიდებოდა ქუჩაში, ბუკინისტები იქიდან იყვნენ შეიძლება, რა ვიცი მე, 10-20%. ეს იყო ძირითადად ახალი წიგნები, რომელიც ზუსტად ისევე იყიდებოდა ქუჩაში, როგორც იყიდებოდა მაღაზიაში. უბრალოდ განსხვავება ის იყო, რომ ქუჩაში რაც იყიდებოდა, ქუჩის გამყიდველებს ჰქონდათ ბევრად უფრო კარგი პირობები, საგადასახადო თვალსაზრისით რო ვილაპარაკოთ, ვიდრე მაღაზიებში რაც. ხო, ვთქვათ. არა, უფრო იაფი სხვადასხვა არ ყოფილა, მეტნაკლებად ეგ ფასები იყო, მე მგონი ქუჩაში რამდენადაც რაც კი ბატონო, გამოვირჩოთ ფასი ამ საკითხზე. ხო. ანუ ზუსტად იგივე, ანუ წმინდად პროდუქტის თვალსაზრისით რო შევხედოთ, ხო? ანუ წიგნი მეტნაკლებად, ისა წიგნი არაფრით არ განსხვავდება დაუშვათ სხვა პროდუქტებისგან, რომელიც შენ ამოვიღეთ ქუჩისგან. ეხლა რაც შეეხება იმ რომანტიკას, რაც ატი მახსენა. კი ბატონო, მე არა მხოლოდ პარნასის დირექტორი ვარ, არამედ იმიტომ გავხდი ეს პარნასის დირექტორი და დამფუძნებელი, რომ ძალიან მიყვარდა წიგნები და ზუსტად ესევე მიყვარს წიგნები, როგორც დაუშვათ რატის, მაგრამ ის რომ ქუჩაში უნდა ნახო მაინდა-მაინც წიგნი, მაგას ვერ დავეთანხმები. ხა ქუჩის რომანტიკა, ანუ ქუჩის წიგნის რომანტიკა, კი ბატონო, გვეუბნებს იმაში, რომ იქ იპოვი რაღაცა ძველ წიგნს, რაღაცა განსაკუთრებულს, რაღაცა იმას, მაგრამ ახალი გამოცემული წიგნი, რომელიც ზუსტად ახლა რო გავიხსენოთ დავუშვათ გამოცემლობის წინ რომ იდგა ხალხი და ყიდდა წიგნებს, ზუსტად შეგიძლია გაიარო 20 მეტრი იქეთ და შეხვიდე დღესდღეობით იქ არის წიგნის მაღაზია პეპელა. თქვენ ამას უყურებთ მარკეტინგული თვალსაზრისით? არა, არანაირ მარკეტინგულ თვალსაზრისით არ უყურებ. თუ ჩვენ წვიტოთ, ანუ ამ წიგნსა და ადამიანს შორის არის, ასე ვთქვათ, სამი მომენტი არის რა, ანუ არის იქ ყიდველი, არის იქ გამყიდველი, ანუ მაღაზია თუ გამყიდველი ამ შემთხვევაში და არის სახელმწიფო კიდე. თუ ჩვენ ახლა შევხვდით სახელმწიფო, ნუ პლუს კიდევ ამას დავამატოთ, ასე ვთქვათ, ქალაქის იერსახე კიდევ ამას ეს რო დავამატოთ. ქალაქის იერსახეს რაც შეეხება, მე რო ვკითხოთ, საკამათო თემა არის, რამდენად ლამაზი იყო დაუშვათ ის წიგნები, რომელიც იყო დაუშვათ გამომცემლობის წინ გამოფენილი. მე მგონი ის არანაირ რომანტიკაში არ იჯდა. არ ვიცი, მე ახლა რომ გულწრფელად გეტყვი, აი აბსოლუტურად გულწრფელად, როდესაც ეს წიგნები ყოფილი კომუნისტის რედაქციისგან გამომცემლობა საქართველოსგან მოიხსნა და აღარ არის ცარიელი იყო, იქიდან მიმზერენ დღეს რაღაცა სხვადასხვა პოლიტიკური არჩევნების დროს პოლიტიკური პლაკატები, რომლისგანაც ხანთვალია დარჩენილი, ხანპირი, ხანყვე. არ ვიცი, ხა წიგნზე ლამაზი თუ არის ეს პლაკატები, ეგ აღდახია. ის ფასაკითხი არის, ისეთი გადაგიმზერენ, მე ვერ საკითხი, მაგრამ არ ვიცი, ხა მე არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, იმიტომ რომ რაღაცა ტიპის უპირატესობას გრძნობ და არ მინდა ეს გამოვიყე. არა, ეს გულწრფელად გეუბნები. რაში უპირატესობა? არა, უპირატესობა არის ის, რომ არის და არ მინდა ამის გამოყენება. პოეტი რატი ამავდროულად იცავს რომანტიკულ წიგნებს და ბოროტი დირექტორი იქნება. ეს არ მინდა გულწრფელად რომ ამაზე პედალირება მოახდინო გულწრფელად, იმიტომ რომ თავისი არგუმენტები რასაკვირველია ყველაფერს აქვს და ეს მომწონს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ამ ეპოქაში, ამ დროს, როდესაც გაყიდვები გია დამეთანხმება, არც თუ ისე სახარბიელოა, ხო? მეცაც ვისურვებდით. ვფიქრობ, რომ გიას ვეთანხმები იმაში აბსოლუტურად, რომ ბუკინისტური პროცენტი იყო, სულ ბუკინისტური წიგნები არ იყო, ანუ ძველი, ისეთი, რომელსაც მაღაზიაში ვერ ნახავ, ხო? ძალიან ბევრ წიგნებს, ლექსიკონებს, მაგალითად, ბოტანიკურ ლექსიკონს გადავეყარე ამას წინ 1-3 თვის წინ. რაღაცა ტიპის ლექსიკონები, ძველი ენციკლოპედიები, გამოცემები 80-იანი, 70-იანი წლების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მოგწონს, შეიძლება აღმოაჩინო, შეიძლება დაკარგული გაქვს, შეიძლება საჩუქრად აჩუქო ვიღაცას. ეს სივრცეა, რომელიც ძალიან ცინცხალია და ძალიან ცოცხალია ამ თვალსაზრისით. არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ
ეს არ არის დიდი დანახარჯები სახელმწიფოს. ეს არ არის დიდი ზარალი, თუნდაც 20-ოდე სტენდი რუსთაველზე, ან თუნდაც უნივერსიტეტში. იერსახის გაფრჩება. არა მგონია, მაგალითად ციგნის მაღაზიები, ხო? რომელსაც ასევე გულშემატკივრობ. და გია მიცის თუ როგორ გულშემატკივრობ პირადად მისი ციგნების მაღაზიას და როდესაც გაიხსნა გლდანში, ვფიქრობდით, რომ ეს იყო ყველაზე ასე ვთქვათ რევოლუციური ნაბიჯი, რომ ადამიანებს ყველგან ქალაქში შეიძლებოდა ციგნის მაღაზიაში. და გლდანში რო არ ყოფილიყო განევაჭრობები, ეგრე ყოფილიყო ციგნის მაღაზია. ეს არის ეკონომიკაში. შეიძლება ძალიან ბევრი რამის შეთავაზება, რაც არ შეუძლიათ ქუჩის ბუკინისტს. ანუ ეს არის განვითარება, ეს არის დეველოპმენტი. შენ შენობაში ხარ და სულ სხვა სერვისი შეიძლება შეთავაზო.